ოპერატორში. ვარძის სამონასტრო კომპლექსზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურის მინისტრმა დაათვალიერა. ამჟამად კომპლექსზე მიმდინარეობს კლდის გამაგრებითი სამუშაოები, რომელიც გულისხმობს ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის გამაგრებას. ასევე იგეგმება საქართველოში პირველად ინკლუზიური ტურიზმის განვითარებისთვის სამუშაოების დაწყება, რის შემდეგაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ვარძის კომპლექსის დათვალიერება შეეძლებათ. მიხეილ გიორგაძემ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად ასევე მოინახულა სოფელი ჭაჭგარიც, რომლის რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება. გრძელდება მასშტაბური სამუშაოები მიმართული ქვათაცვენის აღსაკვეთად და ასევე ძალიან საინტერესო დეტალი გახლავთ ის, რომ ინკლუზიური ტურიზმის განვითარებისთვის აქ მოეწყობა სივრცე სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის, საიდანაც მათ ექნებათ საშუალება სრულყოფილად დაათვალიერონ ეს ძეგლი. მოვინახულეთ ჭაჭკარი, სოფელი ჭაჭკარი, სადაც მიმდინარეობს აზომით სამუშაოები. თქვენ იცით, რომ ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა რამოდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ სოფელი ჭაჭკარი აღდგება და დაიბრუნებს თავის პირვანდელ სახეს, ამიტომ ჩვენ უკვე დავიწყეთ საპროექტო სამუშაოების